ასეთი შესაძლებლობა ამოიწურა ჭადრაგის სასახლეში, ეს იყო ბოლო შანსი. მე ვფიქრობ დაგვიანებული, თუმცა შანსი, რომ აგორებული იყო საპროტესტო ტალღა. ჩვენ მიგვეღო ეგრეთ წოდებული ორი პოლუსიანი არჩევნები. მე თავისთავად არ მემაჩნია, რომ შავ-თეთრ დანახული პოლიტიკური სინამდვილე სწორია და ეს კარგია, მაგრამ ეს არის რეალობა. თუ ჩვენ გვყავს ძალადობრივი რეჟიმი და ამას ვაღიარებთ, ამას უნდა დავუპირისპირდეთ ერთი პოლუსი პოლიტიკური. და ნაცვლად ამისა, რომ ორი პოლუსიანი საარჩევნო ვითარება შეგვექმნა და ჩამოგვეყალიბებინა ძლიერი პოლიტიკური ალტერნატივა. ჩვენ მივიღეთ ერთპოლუსიანი საარჩევნო ვითარება, სადაც ერთადერთი მოთამაშე იყო მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლება. და ბოლო შანსი ამის გაშვებული იქნა ჭადრაგის სასახლეში. მე ჭადრაგის სასახლეში დავინახე რეალურად საპროტესტო ტალღა აგორებული მუხტი, რომელიც შესაძლოა გადაზრდილიყო ძალიან დიდ გამარჯვებაში. სამწუხაროდ ეს შანსი გაშვებული იქნა ხელიდან. ვინ იყო ამის მიზეზი? მე გითხარით უკვე კონკრეტულად შევეხე, იცით ხა კონკრეტულად მე არ მინდა ეს ყველაფერი რაღაც ხა ერთ პიროვნებას დავაბრალო, ეს არ არის. თუმცა პასუხისმგებლობის ხარისხი ბუნებრივია განსხვავებულია. როდესაც შენგან პრეტენზია იყო საერთო ეროვნული ლიდერი, შენ ვალდებული ხარ, იყო მანკონსოლიდირებელი ფაქტორი და გააერთიანო ხალხი და არა დაანაწურო ფრაგმენტებად. აი ეს არის ლიდერის თვისება, ეს არის ლიდერის ფუნქცია. ბატონო, არჩევნების შემდეგ გრძელდება და მწვავდება კიდევ უფრო იმის ტენდენცია, რომ შიდა გარჩევები მიმდინარეობს ოპოზიციაში. ეხლა მე და თქვენ ვსაუბრობთ, თქვათ ალიანსის შეცდომებზე და არა იმაზე, თუ რა შეცდომები, უფრო სწორად, რა ზომები მიიღო ხელისუფლება მისთვის, რომ მიიღწია გამარჯვებისთვის. თითქოს რაღაც ინერცია. როგორ ფიქრობთ, ამის შეჩერება არ არის აუცილებელი? იცით, გარკვეული წყალგამყოფილება არა მხოლოდ ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის, არამედ თავად ოპოზიციის შიგნით. თითქოს წარმოიშვება ერთგვარი დაშვებული ოპოზიცია, რომელიც მოქცეულია ხელისუფლების პროპაგანდაში, საუბრობს იმ თემებზე, რომელზეც დაშვებულია საუბარი. იქცევა ისე, როგორც დაშვებულია ეს. ტექნოლოგიები დაიხვეწა, ხელისუფლებამ დახვეწა ტექნოლოგიები საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნების. და მას არ ჭირდება ის ტექნოლოგიები, რომელიც გამოიყენა მან 5 იანვარს. და მეორე ნაწილი ოპოზიციის, ეს არის ოპოზიცია, რომელიც ჯერჯერობით გაერთიანებული არ არის, რომლის მიზანი არის ყველა პოლიტიკური საშუალებებით დაამსხვრიოს სისტემური მანკიერი სისტემა, რომელიც ამ ქვეყანაში შეიქმნა. მე მგონი ბევრი მტკიცება არ მჭირდება მიგანიშნოთ ქვეყანა მიექანება აშკარად ტოტალიტარიზმისკენ. ეს არის საფრთხე, რომელიც ჩვენ ყველას გვემუქრება და ასეთ ვითარებაში საუბარი მხოლოდ წამლის ფასებზე, რა თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, მე მგონი არ არის ადეკვატური შექმნილი ვითარება. კარგით, მაშინ რა არის გამოსავალი თქვენთვის, როგორც ოპოზიციონერისთვის? რა უნდა მოხდეს ქვეყანაში? მე ვფიქრობ, შეიქმნა ახალი პოლიტიკური რეალობა. ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მზად არის ამ მანკიერ სისტემას ებრძოლოს, უნდა გაერთიანდეს დიდ კოალიციაში, უნდა შეიქმნას დიდი ახალი პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ბოლომდე მიიყვანს 3 წლის წინ დაწყებულ საქმეს. პროცესი, რომელიც დაიწყო 2007 წელს, დღემდე გრძელდება და ეს პროცესი არ დასრულდება. ხალხი არ დაამთავრებს პროტესტში ცხოვრებას, მანამ სამ ქვეყანაში არ დამყარდება სამართლიანობა, მანამ არ იქნება თავისუფლების გარანტიები, მანამ კერძო საკუთრება არ იქნება დაცული და მანამ ეს ყველაფერი არ მოიტანს ხალხის კეთილდღეობას. ეს არის ჩვენი ამოცანები, ამ პრინციპიდან გამოყვანას უპირველეს ყოვლისა ჭირდება ხელისუფლების სრულება. ხელისუფლების სრულება თვითმიზანი დაკვირვება კი არ არის. ეს არის აუცილებელი ინსტრუმენტი და საშუალება იმისთვის, რომ ჩვენ დავძლიოთ ეს ყველაზე მძიმე კრიზისი, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ თავს მიგვახვდა. მაგრამ რამდენად გესახებათ ეს რეალურად, თუ ეს არ მოხდა სულ ცოტა ხნის წინ არჩევნებამდე, როგორ უნდა მოხდეს ოპოზიციის გაერთიანება? ბევრი გაერთიანების ბევრი პროგრამა. თუმცა დიდი კოალიციის შექმნა. ყოველთვის იქნება საწინააღმდეგო ოპოზიციური ძალა. იცით, მე გითხარით, რომ წყალგამყოფი შეიძლება გაივლოს სწორედ დაშვებულ ოპოზიციას და იმ ოპოზიციას შორის, რომელიც ბრძოლას აპირებს ბოლომდე. და მე მინდა გამოთქვა იმედი, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი კრიტიკულ სიტუაციაში არ აღმოჩნდება ხელისუფლების გვერდით და ვიტოვებ იმედს, რომ საჭირო დროს და საჭირო ადგილას ჩვენ კვლავ ერთად ვიდგებით იმისთვის, რომ ავიცილოთ ზემოთ აღნიშნული. კარგით, ბრძოლის ფორმები. პოლიტიკური საშუალებები. ბევრი ასეთი პოლიტიკური საშუალებები არის, ქუჩის ბრძოლაც არის, დაწყებული შენობის ბრძოლაც არის. მე ვფიქრობ, არჩევნები დღის წესრიგით არ უნდა მოიხსნას, ეს არის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი. მე არ ვეთანხმები იმ პოლიტიკოსებს, ვინც თulis რომ არჩევნებში მონაწილეობა არის არასწორი იდეა, პირიქით. არჩევნები ყოველთვის არის და იქნება პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი. ასეთი რეჟიმის პირობებში, ამას მინდა ხაზი გაუსვა. მოცემული რეჟიმის პირობებში ამ არჩევნებში ხელისუფლებას უნდა უპირისპირდებოდეს მხოლოდ ერთიანი ოპოზიციური ფრონტი. სხვა გამოსავალი იმისათვის, რომ ეს თამაშწესები შევცვალოთ, უბრალოდ არ არსებობს. გასაკვირველია, უამრავი სხვა პოლიტიკური საშუალება არსებობს. ეს არის ქუჩის აქციები, მწვავე აქციები, შეიძლება რომელიც გადაიზარდოს არ არის გამოვლინსული დაუმორჩილებობაში. ხა დღეს ნაადრევია ამაზე საუბარი. მიმდინარეობს პოლიტიკური ქოლგის
შექმნის ცდელობა, ასე ვთქვათ, რომელიც აუცილებლად შეიქმნება, მე ამაში დარწმუნებული ვარ, მე ვერ გეტყვით როდის, ალბათ გამათავისუფლოთ იმ თვითისგან, რომ თარიღები დავკიდოთ და მოლოდინი გავაჩინოთ საზოგადოებაში. თუ ეს რეალური არ იქნება, რა თქმა უნდა. ეს აუცილებლად შეიქმნება პოლიტიკურ ქოლგას მოყვება, შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოყვება, სტრატეგიის დასახვა დროში გაწერილი და ეს პროცესი აუცილებლად მივა საბოლოო გამარჯვებული. სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს, ვართ უმძიმეს მდგომარეობაში, პრაქტიკულად ქვეყანა მოქცეულია საერთაშორისო იზოლაციაში და ასე დროს რაღაცა იმიტირებული არჩევნების შექმნა, სიმულაცია და იმიტაცია სხვათა შორის არის ყველაზე მთავარი, რასაც მე და ჩემი მეგობრები აი ამ წლების განმავლობაში ვებრძოდით. სიმულაცია დაწყებული პროგრესის დახრჩენების სიმულაციიდან დამთავრებული დამარცხებული ომის გამარჯვებად გამოცხადებამდე. აი ეს ფარსი, რომელიც გრძელდება 3 წლის განმავლობაში, ჩვენ უნდა დავასრულოთ. თუმცა პრეზიდენტი მაინც ასახელებს თარიღებს და აცხადებს, რომ მინიმუმ 2 წელი საქართველოში პრეზიდენტი მაინც თქვენგან განსხვავებით ასახელებს თარიღებს და ამბობს, რომ მინიმუმ 2 წელი საქართველოში არ იქნება არანაირი არჩევნები. ეს გარემოებებზეა დამოკიდებული და არ ამგონია ეს პრეზიდენტის ნებაზე იყო ჩამოკიდებული ეს პრობლემა. კარგი, ბატონო კოკა და პირადად თქვენ თავს სად განიხილავთ ახალ რეალობაში? იქ სადაც იქნება ბრძოლა სამართლებრივისთვის და თავისუფლებისთვის. დღეს არ გაქვთ არანაირი კონკრეტული მოლაპარაკება? ჩემთვის პრიორიტეტული არ არის რომელიმე პოლიტიკური გაერთიანება. მე ვთვლი, რომ პოლიტიკური პარტიათა სისტემა ჯერ არ ჩამოყალიბებულა. ჩემთვის პრიორიტეტულია იდეა. ეს არის თავისუფლების, სამართლიანობის იდეა, ეს არის ნორმალური თამაშის წესების ჩამოყალიბების იდეა, ეს არის დაბალანსებული ხელისუფლების იდეა, თავისუფალი მედიის იდეა, ეს არის ისეთი პირობების შექმნის იდეა, რომელიც გამორიცხავს აი ამ ბუნების ხელისუფლების მოსვლას სათავეში. გასაგებია, დიდი მადლობა ბატონო კოკა. დიდი მადლობა. ჩვენი სტუმარი იყო ყოფილი ალიანსელი კოკა გუნცაძე, გადაცემაში რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ ჩვენი სტუმარი იქნება ეროვნული ფორუმის ლიდერი ბუბას სანიკიძე. პირდაპირ საუბარს ვაგრძელებთ ეროვნული ფორუმის ლიდერთან გუბას სანიკიძესთან. ბატონო გუბას, მოგესალმებით პირდაპირ საუბრის სტუდიაში. მოგესალმებით და გილოცავთ ამ სტუდიას და თქვენ დაბრუნებას მიულოცავ ყველას. მადლობა. ბატონო გუბას, დღეს თქვენგან კიდევ ერთხელ გაისმა, ასე ვთქვათ, მოწოდება ერთიანობისკენ, თუმცა -1. არჩევნებამდე ამ ფორმულა -1 ოპოზიციას წარმატება ვერ მოუტანა. როგორ ფიქრობთ? სწორია თუ არა თქვენგან ასეთი განაცხადება? სხვათა შორის ფორუმელების მხრიდან ასეთი განცხადება -1 არ ყოფილა. არა, მაგრამ გაერთიანების მოსურნე პოლიტიკოსებისგან არის გარკვეული პრობლემები ზურაბ ნოღაედელთან დაკავშირებით და მე მინდა ეს საკითხი ამოწურული იქნას. დიახ. დღეს მაინც რომ მე მინდა ვთხოვო მას პირადად ბატონ ზურაბს, რომ როცა ის ხედავს, რომ რაღაც პრობლემები არის გაერთიანებას რაღაცა ხელს უშლის, თუნდაც მისი პერსონა, თავისუფლად შეუძლია მას გადაიწვიოს ცოტა ხანს უკან და ჩვენ არ გამოგვიცხადებია, რომ ეროვნულ საბჭოსთან არ გვექნება ურთიერთობა პირიქით. დიდი სიამოვნებით ვაპირებთ ჩვენ ურთიერთობას და აქამდეც გქონია ზვიად ძიძიგურთან, იგივე კახა კუკავასთან, იგივე კობა დავითაშვილთან. ამიტომ დობის საკითხი, რომლის პრობლემაც აქვს ზურაბ ნოღაიდელს, ხო, საზოგადოებაშიც და ზოგადად ოპოზიციაშიც, ამით მოიხსნებოდა რა. ასე რომ ეს საკითხი თავარ დამაბრკოლებლად მე არ მიმაჩნია, მე გაცილებით სხვა საკითხები მაწუხებს და სხვა საკითხებზე მინდა ვისაუბრო თქვენთან ერთად. კი ბატონო. მაგრამ მაინც ანუ პიროვნული ფაქტორია ეს და არა პრობლემა პოლიტიკურ ძალასთან. რა თქმა უნდა, არა. ეროვნულ საბჭოსთან არ აქვს ჩვენ არანაირი პრობლემა, მით უმეტეს ეროვნულ საბჭოს ყავს გამოკვეთილი ლიდერი ზვიად ძიძიგურის. თუმცა ბატონო გუბაზ, დღეს გარკვეული პოლიტიკური ძალებისგან, ასე ვთქვათ, სკეპსისი გაისმა თქვენი გაერთიანების მიმართ. დიდი ინიციატივით არც ლეიბორისტები გამოხმაურებიან გაერთიანებას. აქ გაერთიანებაზე არ არის ლაპარაკი. რა არის, იცით? პრობლემა რა არის? ესე იგი ჩვენთან არის ორი მთავარი მოთხოვნა საზოგადოების. გაერთიანდეს ოპოზიცია და ბელადი მოუძებნოთ. არც ერთი ხდება და არც მეორე ხდება, შეუძლებელია, ხო, საერთოდ ბელადის მოძებნა არ არის, ბელად თვითონ უნდა გამოჩნდეს. ჯობს სულ არ იქნება, მე მგონი ბელადი. ის საერთოდ ჯობს, იმიტომ რომ ბელადები ინდიელებს აყავთ რა. უნდა შეიქმნას მთავარი საკითხი. აი, რაზე შეიძლება, რა საკითხი შეიძლება იყოს ოპოზიციისთვის და ზოგადად ქართული საზოგადოებისთვის გამაერთიანება. ეს არის ერთადერთი საკითხი. საარჩევნო გარემოს შეცვლა. ანუ თავადი საკითხი უნდა დაიდოს. ახლა რაც შეეხება ბატონი შალვას განცხადებას ამასთან დაკავშირებით, მე მინდა გამოეხმაურო მას, მან განაცხადა, რომ ახლა კონსულტაციების დრო არ არისო, ახლა არისო მხილების დრო. და საუკეთესო საშუალებაა. ვინც ამაში მონაწილეობს, ესე იგი ის საქმეშია. და ვინც უარს იტყვის ან რაღაცა სახით
უარს იტყვის ამ კონსულტაციებზე, რომ საარჩევნო გარემო არ მინდა